მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს სტუმრად გთავაზობთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. ვასილ, მიხარია ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა ირაკლი, კიდევ ერთხელ გამარჯობა და მადლობა ინტერესისთვის, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ ცირიმსეულად ვილაპარაკოთ მიმდინარე საკითხებს. ხო, ვასილ, ჩვენ შევთანხმდით ძალიან მტკივნეულ და მნიშვნელოვან პრობლემაზე, ეს არის ობიექტურობა ქართულ ჟურნალისტიკაში და ობიექტურობის განხორციელების შესაძლებლობის პრობლემატიკა ქართულ ჟურნალისტიკაში და მე აქვე ეთერში დავაფიქსირებ ღრმა პატივისცემას შენი დამოკიდებულების და შენი მოქმედების მიმართ, რომელიც ბოლო დროს გქონდა ფაქტის სახით. ანუ ეს პრინციპული დამოკიდებულება, სიმართლის ერთგულება, ეს ნამდვილად ის დასაფასებელი ფაქტია, რასაც მე ვაფასო. და მე ეს საკითხი სხვათა შორის მე მანამდეც ვქონდა ქართულ ჟურნალისტებთან და ჟურნალისტიკის ექსპერტებთან ერთგვარად საუბარი, მათ შორის გვესიტაძესთანაც ვქონდა იგივე დისკუსია და მაშინ დავსვი ესეთი კითხვა, რომ რატომ არ არის ქართულ ჟურნალისტიკაში იდეალიზმი? როცა ხედავ აშკარა კონკრეტულ ფაქტს, რომ დავალება, რომელიც მოსულია დაუშვათ, არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას, შენ ეს უნდა გააკეთო, მაგრამ აი ამ დავალებაზე უარის მთქმელი პრინციპული ჟურნალისტები რატომ არ აყვავს? რაღაცა თითქოს ესეთი ილუზია შეგვექმნა, ესეთი მდგომარეობა შეგვექმნა და არიან ესეთი ჟურნალისტები, მიხარია რომ შენ ესეთი ხარ, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს მთელი ჟურნალისტური პრაქტიკა, სადაც ამის მოლოდინში ვართ, მაგრამ არ არის. აი შენ მოდი დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანიდან. რატომ აირჩიე ჟურნალისტიკა და რა არის ნიშნავს შენთვის ადამიანების ინფორმირება? ჟურნალისტიკაში მოვხდი უნივერსიტეტის მეორე კურსიდან, სწავლობდი ისტორიის ფაკულტეტზე და მინდოდა გამხდარიყავი არქეოლოგი. ახლაც დიდი სურვილი მაქვს, რომ თუ პროფესიულ დონეზე ისე წმინდა არქეოლოგი ვერ გამოვალ, მოყვარული არქეოლოგი მაინც გამოვიდა ეს ჩემგან. მაშინ გამოცხადდა კონკურსი საქართველოს პირველ არხზე და ნაცნობობით ამ კონკურსში მოვხდი. არქეოლოგიას და ჟურნალისტიკას აქვს ძალიან ბევრი საერთო. როგორ შეიძლება რომ კონდეს, ხო, ვიღაცა შეიძლება იკითხოს, თუმცა მუშაობის პრინციპები აქვს ერთნაირი. შენ უნდა იპოვო, შემდეგ უნდა ღრმად ჩახვიდე, რომ აღმოაჩინო, შემდეგ აუცილებლად ეს ყველაფერი დეტალურად უნდა ერთი ჩახატო, მეორე ფოტოფიქსაცია გაუკეთო და მხოლოდ ამის შემდეგ იღებ რაღაცა კონკრეტულ ნივთს, რომელიც არის დაფარული. შემდეგ აუცილებელი არის კონკრეტული აკადემიური საქმის გაწევა და ამის შემდეგ გაქვს უფლება, რომ აუდიტორიას წარუდგინო ის მიგნება, რომელიც შენ აღმოაჩინე. იგივენაირად არის ჟურნალისტიკაშიც. შენ ეძებ გარკვეული წარმოდგენები, სად შეიძლება იმალებოდეს სიმართლე, სად შეიძლება იმალებოდეს ის ჭეშმარიტება, რომელიც აუცილებელი არის შენი მაყურებლისთვის, იმისთვის, რომ ის იყოს ინფორმირებული. ინფორმაცია არის ძალა, ინფორმაცია არის მთავარი იარაღი, რომელიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ყოველდღიურობაში. ერთი ეს იქნება კანონები, რომელიც მას ეხება, გათვითცნობიერებული იქნება, ცნობიერება ამაღლებული იქნება, უფრო მეტად განათლებული იქნება იმ ყოფაში, რომელიც მის გარშემო არის და შესაბამისად მას შეუძლია უფრო ეფექტიანი იყოს, სასარგებლოდ ეფექტიანი, როგორც თავისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ან მან შეიძლება გაითვალისწინოს ისეთი საკითხები, რომ საერთო საზოგადოებრივი სიკეთე არ დაზიანდეს და პირიქით ჩვენ განვითარდეთ და წინ წავიდეთ. დღეს მე მგონი საქართველოში სწორედ ინფორმაციის გამრუდებით ცდილობენ გარკვეული შედეგების მიღწევას. თუ ადამიანს აქვს ობიექტური ინფორმაცია, მასზე ზემოქმედება, მისი ნებით მანიპულირება შეუძლებელია. ინფორმაცია არის ჩემთვის უპირველეს ყოვლისა იარაღი, ინფორმაცია ჩემთვის უპირველეს ყოვლისა არის ის საშუალება, რომ მე თამამად ვიარო წინ.
და დავეხმარო ასევე სხვას, რომ მანაც თამამად იაროს წინ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც ან მას გამოადგება, ან მის ახლობლებს გამოადგება, ან საერთოდ ჩვენ საზოგადოებას ერთიანად გამოგვადგება. სამწუხაროდ, რასაკვირველია, ამას სხვაც აფასებს, რომ ინფორმაცია არის არა. სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციით მანიპულირება. სამწუხაროდ ჩვენ სწორედ ჟურნალისტები არიან დღეს თავი დარტყმის ქვეშ. და როგორც ყველა სხვა მიმართულებით საქართველოში მაინც ახლა ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ დემოკრატიის მიმართულებით თორე ახლა ისტორიულად რამდენიმე 1000 წელიწადს ვითვლით და სამართლებრივი სახელმწიფოს ისტორია 30 წელია და როგორც ყველა სხვა მიმართულება ჟურნალისტიკაც ახლა ყალიბდება და ჟურნალისტიკაც ახლა გადის გამოცდებს. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ, რისთვის უნდა გავაკეთოთ და არის თუ არა ეს ის პროფესია, რომელიც მოწოდებით არის ჩვენი. ჟურნალისტიკა მე როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეს არის 2002 წელი, იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად, ასევე სამედიცინოსთან და ისტორიულთან ერთად იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული. თქვა რომ აგდო ჟურნალისტს მოხდებაო, ხო? თუმცა ერთი არის მე არ ყოფილა აკადემიური განათლება ჟურნალისტიკაში არ მიმიღია, როდესაც უკვე პირველ არხზე მოვხდი, ეს არის პერიოდი, როდესაც სახელმწიფო ტელევიზია ფორმირდება საზოგადოებრივ მაუწყებლად, ჯერ კიდევ იქ ადგილზე დამხვდა ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი, ვინც ამიხსნა, ანბანი მასწავლა ჟურნალისტიკის და მისი გამოყენების პრინციპები. მათ შორის ანუ ეს მორალი და ეთიკა. აი, შენ ახსენე შენი პროფესიული განათლება და ამ შენს განათლების სპეციფიკაში ჩვენ კოლეგები ვართ. ანუ პოლიტოლოგი ბრძანდები შენს. რამდენიმე წელი ვისწავლი პოლიტოლოგიაზე, შემდეგ უკვე ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს. და ამან მოგცა ალბათ კიდევ უფრო ღრმა ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომ ჟურნალისტიკა იყოს არა უბრალოდ ფაქტების ინტერპრეტაცია, არამედ ანალიზიც. და ამ თეორიულ იდეალიზმში ერთგვარი მოცემული სხვაობაც უკვე გაძლევს საშუალებას, რომ სრულად წარმოიდგინოთ დემოკრატიაში რა უკან დახვა გვაქვს, როგორი უნდა იყოს სინამდვილეში და როგორი არ არის სინამდვილეში, ხო? აი შენ ახლა როგორ აფასებ, როგორც ჟურნალისტის თვალიდან მოცემულ პოლიტიკურ რეალობას, საზოგადოება რა რეალობაში აღმოჩნდა, რა ინფორმაციული პოლიტიკა ტარდება საზოგადოების წინააღმდეგ, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ შევაფასებ, ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ ერთგვარი კამპანიაც. და აი ამ საზოგადოების წინააღმდეგ კამპანიაში შენ როგორ ფიქრობ, ჟურნალისტები არიან მსხვერპლნი თუ თავად არიან ფასილიტაციაში და ისინიც რაღაცა გაგებით თანამშრომლობენ, ანუ ერთგვარი მათაც პოლიტიკური თუ მერკანტიული ინტერესი აქვთ. მე პოლიტოლოგიით დავინტერესდი მას შემდეგ, რაც როგორც ჟურნალისტი აღმოჩნდი პოლიტიკოსების გარემოცვაში და დამაინტერესა. მაშინვე, როდესაც საბუთები გადავიტანე, მალევე ლიტერატურის გაცნობა რომ დავიწყე და ეს იდეები, პოლიტიკური იდეები რაც არის. რო შევადარე, უშუალოდ ჩვენთან პოლიტიკა როგორც კეთდებოდა, მივხვდი რომ რაღაცნაირი დიდი განსხვავება არის. ერთი არის რა წერია ამ სახელმწიფოებში და რა წერია ამ ლიტერატურაში, მეორე არის უშუალოდ პარლამენტში რაც ხედავდი მაგალითად და ქართველი პოლიტიკოსების ქცევას, მოქმედებას სერიოზული განსხვავება აღმოვაჩინე და ეს იყო ჩემთვის ერთი რომ ანუ მე რეალობა აღვიქვი, მართლა აღვიქვი და სადღაც იმედგაცრუებაც დამეუფლა რომ მაგრამ რატო ხდება უშუალოდ როგორც მოქალაქეს იმედგაცრუება გამიჩნდა რომ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ესე არის უკვე გამოცდილება არსებობს ხო დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების როგორ უნდა კეთდებოდეს პოლიტიკა და რატო არის რომ ჩვენთან ესე არ კეთდება და ბევრი სხვა მიმართულება იჭრება შიგნით. შემდეგ რასაკვირველია უკვე ეს არის შემდეგ ამას ემატებათ 15 წლიანი უშუალო პრაქტიკა როდესაც მე ვხედავ როგორ იქცევიან პოლიტიკოსები და როგორ ვითარდება საქართველოში ჟურნალისტიკა. მე მომსწრე ვარ საზოგადოებრივ მაუწყებელზე როგორ განვითარდა მოვლენები, ასევე უკვე შემდეგ რუსთავიორში ვმუშაობდი, ასევე მახსოვს 2012 წლამდე რუსთავიორში როგორ ვითარდებოდა მოვლენები, შემდეგ მე-9 არხზე გადავედი, მცირე პერიოდი ვიმუშავე, იქაც მახსოვს როგორ ვითარდებოდა, როგორ მუშაობდნენ ჟურნალისტები.
და შემდეგ უკვე საზოგადოებრივი მაუწყებელი აქ უკვე 11 წელზე მეტია. ნაწილი ჟურნალისტებისა უბრალოდ მსხვერპლი, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ადვილი არის მცდარი წარმოდგენები ჩამოგიყალიბდეს. თან ჟურნალისტიკას ახლავს ძალიან დიდი ხიბლი. ერთი არის რომ მთელ ამ პროცესებს შენ ეკრანზე უყურებ, ეკრანით აყვირდები როგორც მაყურებელი და მეორე არის რომ უშუალო მონაწილე ხდები. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ადამიანისთვის რამხელა ხიბლი არის, როდესაც ის პარლამენტშია ესე თავისი ტელევიზიის საშვით შედის და მას ის ადამიანები, ვისაც ადრე მხოლოდ ტელევიზორში ხედავდა, ელაპარაკებიან, იღებენ. შემდეგ არის რასაკვირველია უკვე, როდესაც გამოცდილება გემატება, იქ მივლინებაში დადიხარ, ის არის და გარკვეული ხიბლი აქვს ჟურნალისტიკას. გამოუცდელობის შედეგად შეიძლება არასწორი წარმოდგენები ჩამოგიყალიბდეს ადამიანს. შეიძლება გავლენის ქვეშ მოექცე. შეიძლება კიდევაც კონკრეტული ინტერესიც გამოძრავებდეს. ეს იქნება ხელფასი, გარკვეულ საქმეს თუ ისე სწორად შეასრულებ, ისე როგორც ძალის მპყრობელს მოსწონს, რასაკვირველია შენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდები, ხო? იყო ესეთი მომენტები და იყვნენ პრივილეგირებული ჟურნალისტები, რომლებიც მაგალითად მივლინებებში უფრო ხშირად დადიოდნენ ვიდრე სხვები. იმიტომ რომ ვთქვათ, სამთავრობო ღონისძიებების გაშუქების მათი სტილი მოწონდათ უშუალოდ ძალის პრობლემებს. ანუ ესე დავყოთ რა არიან ადამიანები, რომლებიც საწყის ეტაპზე ამეთი ხიბლებიან და უკვე თვითონ მოქმედებენ, არის როდესაც შენ უკვე გავლენის ქვეშ ხარ, მოგწონს კიდევაც და კონკრეტული ბენეფიტები გაქვს აქედან და არის კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც უბრალოდ ელემენტარულად ხელფასის გამო მუშაობს რა და იგი არ უღრმავდება არც იმას, ტექნიკურად აკეთებს საქმეს. არის პრობლემა არის. ქართულ ჟურნალისტიკას აქვს სერიოზული პრობლემა და სამწუხარო რეალობა არის, რომ მე როდესაც დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, ხო, 2004 წელს. მაშინ უფრო მოწოდების სიმაღლეზე იყო ქართული ჟურნალისტიკა, მე მგონი. აქ მეოთხე კატეგორია, ვინც დაუშვათ აღარ ეთანხმება. ან გარკვეულწილად ერთგვარ რეზისტენტულობას ავლენს. მათთვის როგორია კარიერის გაგრძელების პერსპექტივა, ან ამ რეზისტენტულობაში, ან ერთგვარ დაუმორჩილებლობაში სად არის ერთგვარი ოქროს შუალედი, რომ ეს რეზისტენტულობა კიდევ დაშვებადი დასატანი იყოს და მაინც შეინარჩუნოს. არის ორი დავამატე. სამწუხაროდ მაინც გეწვება რა, შენ თუ იდეით და მოწოდებით ხარ ჟურნალისტი და კიდე რო კეთილსინდისიერად ამ საქმეს ემსახურო, გიწევს კომპრომისებზე წასვლა. მე ესეთი შემთხვევა მქონდა, კიდევ განმეორდები რომ მე არ ვარ მთიანი ანგელოზი და რახან ახლა რაღაცა ვიმოქმედო იმ პასუხისმგებლობას ვერ ვზნობ, რომ აქამდეც რაღაცეების გაკეთება შესაძლებელი იყო. გიწევს კომპრომისზე წასვლა, მაგრამ აი ეს შიგნიდან განგრევს. მორალურად განგრევს, ფსიქოლოგიურად განგრევს. ჩემ შემთხვევაში სამსახური ნეგატიური კუთხით მიყვებოდა სახლში და ეს ნეგატივი უკვე სამწუხაროდ ჩემს ოჯახზე გადადიოდა. ესეც იყო ერთ-ერთი, მე როდესაც ეს გავაანალიზე, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ მივხვდი, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლებოდა. არიან ადამიანები, ვისაც ესეთი კომპრომისები აქვთ გაკეთებული და პროფესიონალი ჟურნალისტები არიან ძალიან პასიურ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია საქმე აკეთოს 10-იანზე და კიდევ უკეთესად, ეს ადამიანები არიან იმდენად პასიურები, რომ უკვე საკუთარ თავში ვეღარ ხედავენ უფლებას, რომ ეს გააკეთონ. აი ესეთი კომპრომისი პროფესიონალ ჟურნალისტში იწვევს სერიოზულ კონფლიქტს საკუთარ თავთან და იგი უბრალოდ საკუთარ თავს ვეღარ აძლევს უფლებას, რომ იმოქმედოს და იმუშაოს. შესაძლებელია თუ არა ოქროს შუალედის დაჭერა, ძალიან რთულია. ძალიან რთული არის, ეს შედეგი აუცილებლად ექნება რა. ეს შედეგი აუცილებლად იქნება და ბევრი მაგალითად ჟურნალისტიკიდან მიდის. თავს ანებებს საერთოდ. ასეთი ბევრი მაგალითიც მინახავს, რომ მათ ურჩევნიათ რაღაცა სხვა პროფესიაში მოსინჯონ თავიანთ ამონარებით რაღაცა სხვა სამსახური იშოვონ, ვიდრე დარჩნენ აქტიურ ჟურნალისტიკაში. დღეს ზოგადად მე მგონი
უკვე არის ეს ციფრული ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჟურნალისტიკა ვაკეთოთ დამოუკიდებლად კიდევაც. არ ვიცი მე რამდენად გამომივა, მიფიქრია ამის შესახებ, რომ შესაძლებელია თუ არა, რომ მე ეს ჩემი ხედვები დამოუკიდებლად განვახორციელო. ამასაც გარკვეული უნარები ჭირდება და როდესაც ჩვენ ყავს დამსაქმებელი და ეჩვევი აი ამ კომფორტულ გარემოს, შემდეგ უკვე დამოუკიდებელი მოქმედება ცოტა რთული არის და სხვა სიმაღლესა და სიმყარეს სხვა უნარებს მოითხოვს და გამბედაობასაც. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან ჟურნალისტები დღეს შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ სამუშაო დამსაქმებელი ცოტა განაზღაურება თუ შენ გინდა რომ არ წვადი დაწვა არ ჩამფური და პირიქით მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს სიმართლეზე და ყველა აკრიტიკო განურჩევლად იმისა ვინ არის რომელ მხარეს არის და თუნდაც იგივე წახვიდე მათ წინააღმდეგ ვინ შეიძლება შენი დამსაქმებელი იყოს ნუ რთულია რა ვენი უბრალოდ კერძო დამსაქმებელი გეუბნება ხო პირდაპირ რომ მას რა პოლიტიკა აქვს და როგორ ხდება ეს დაუშვათ ზეწოლის კონკრეტული მექანიზმი როგორ შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ დაუშვათ აი აქ შეიძლება იყოს რამოდენიმე განზომილება ამ ზეწოლის ერთგვარი მიკროსოციალური ბაბლი სადაც მთელი საზოგადოება რაღაცა კონსოლიდირებულია კონკრეტულ აზრზე და ეს აქედან გამომდინარე კონკრეტულად ვინ ახდენს შენს აზრზე ეს მოქმედება შეიძლება ვერც დაასახელო იმიტომ რომ ხედავ დაახლოებით მაგდაგვარ რამეს მე მახსოვს გოგი გვახარიას ქონდა ერთგვარი ასე თქვათ სტატუსი, სადაც ის იმედზე თურმე მუშაობდა და რაღაცნაირად ყველას გაგრძნობდა თურმე რაღაცნაირ ერთგვარ ანტიპათიას, იმიტომ რომ იმ ბაბლის ნაწილი არ იყო და რაღაცნაირად რომ დამორჩაო ეს გადაცემები, მე ამოვისუნთქო. შეიძლება ეს იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან კონკრეტული ასე თქვათ სუბიექტები, კონკრეტული ასე თქვათ ერთგვარი ვაიზერები, ხო? ეს როგორ ხდება? ადრე ეს იყო კონკრეტულად მე მგონი პირდაპირ ხო მაგალითად 2012 წლამდე მე რო 3 თვე 2009 წელს ვეცადე პირველ არხზე დაბრუნება 3 თვე ვიყავი მიუხედავად იმისა რომ გამოცდილება მქონდა 20 წლიანი სტაჟირების პრაქტიკანტის დონეზე ვიყავი შტატში არ ჩამსვეს მაშინ მე ვიხილე რომ ეს კონკრეტულად ხდებოდა საინფორმაციო ხელმძღვანელის მხრიდან იგი იბარებდა თანამშრომელს და კონკრეტულად ავალებდა საქმე გაეკეთებინა ესე და ესე. ეს იყო ადრე პერიოდში. ახლა უკვე ამის საჭიროება ესეთი პირდაპირ ფიზიკური ზეწოლის აღარ არსებობს. შენ თუ გადაწყვეტილების მიმღები პირები ყავს შენი პოლიტიკის გამტარები და გადაწყვეტილება მიიღება ვერტიკალურად, ანუ ეს არ მოიცავს მაგალითად ნიუსრუმის მუშაობის პრინციპი როგორი არის, ხო დილის თათბირი არის, დაგეგმვა არის ჟურნალისტები დავსხედით 15 ადამიანი და ყველას გვაქვს ჩვენი თემა, ჩვენ მიმართულებას ვაკვირდებით და მივიჩნევთ რომ აი დღეს არის გასაკეთებელი ეს, იმიტომ რომ მე სულ ამაზე ვმუშაობ რა და ახლა ეს არის გასაკეთებელი. ჩემი თემით უკვე მე დგება საერთო სურათი და ეს უკვე აღმოჩნდება შემდეგ გამოშვებაშიც. მაგრამ თუ ესეთი სამუშაო პროცესი არ არის და გადაწყვეტილება მიიღება ვერტიკალურად, იქ ძალიან ადვილი არის გააკონტროლო, არ გინდა წნეხი. თუ ვიღაცა არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ გაწყობს, მოდი ის პასიურ რეჟიმზე გადავიყვანოთ. და გავააქტიუროთ და აქტიურ რეჟიმზე ყავდეს ის ადამიანი, რომელიც ადვილად იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც მინდა რომ გაკეთდეს. თან მე უკვე რბილად რომ ვთქვათ, აი ეს გვინდა. მუშაობის რეჟიმით შენ შეგიძლია ფიზიკური ზეწოლის გარეშე გააკონტროლო ეს ყველაფერი. არ მინდა ეს მაგალითად, ხო, გადაწყვეტილების მიღები გეუბნება, რომ აი ამის კომენტარი არის, აი ეს მოჭერი, ეს ჩასვი რა, ამას რატო არ იყენებ, ესაც აქტუალური არის. შემდეგ უკვე როდესაც შენ არ ახარ მაგალითად მოწოდების ისეთ სიმაღლეზე რომ თქვა, რომ არაგაც მე ხო ესე მინდა. ეს ხო ესე არის, არამედ შენ ვალდებული ხარ, რომ სუბორდინაცია დაიცვა და დაემორჩილო. ტარდება ეს ხაზი. ზეწოლის გარეშე, ფიზიკური ზეწოლის გარეშე. უფროსი ამბობს ეს. გადაწყვეტილების მიღების ფორმა არის ვერტიკალური, შენ სუბორდინაციულად უნდა დაემორჩილო. არ დაემორჩილები, ელემენტარულად მე შეიძლება სანქცია დაგაგისრონ. მაგალითად საყვედური გამოგიცხადო, ხო, თუმცა ესეთი რაღაცეებიც ყვირის ძალიან ჟღერს და აქტიურად არ გამოიყენება. მაგრამ მაგალითად აღარ წახვალ გადაღებაზე. სხვა რაღაცა ოფისში სამუშაოს დაგავალებენ. ესე ჩემი ზეწოლა გამოვიდა ისე რომ თქვა კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანი ცოტა გავრიყოთ
პასიურ რეჟიმზე გადავიყვანოთ, გავაშიფრინოთ რაღაცეები, ტექნიკური სამუშაო გავაკეთებინოთ და ვინც ჩვენ გვაწყობს, ის აქტიურად ვამუშაოთ. კითხვების პაკეტი დაუშვა თოქ-შოუს შემთხვევაში წინასწარ არის დამუშავებული? კითხვების პაკეტი არა. სტუმარს როდესაც ჩემ შემთხვევაში ჩვენ ვიწვევდით, ჩვენ გქონდა შევთანხმებული თემები. რა მიმართულებით გვინდოდა რომ ესე თუ ის თემა გაგვეშუქებინა. კითხვები როგორც ასეთი ჩემ შემთხვევაში არასდროს წინასწარ არ ყოფილა დამუშავებული და შეთანხმებული. მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც ჩართვაზე სტუმრად უღუნდაც მე ამ შემთხვევაში მარტო არ ვიყავი, ჩემმა კოლეგამ, ანუ მე წინასწარ მქონდა მოგზადებული კითხვები, საერთო ფაილი გაკეთდა, ეს ფაილი შემდეგ გადაიგზავნა რესპონდენტის პრესსამსახურში და მოულოდნელად ეთერის წინ ეს ამ სტუმარს აღმოაჩნდა პრობლემა და ის აღარ ჩაგვირდა. თუმცა იგი იყო აღარსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, მე მქონდა რამდენიმე კრიტიკული კითხვა, რომელიც აი ესე ჟურნალისტურად ნახე, ერთი იყო რომ თემატურად, მეორე იყო ცოტა დამაზუსტებელი და მესამე იყო უკვე კონკრეტულად რომ ვეღარ გამიქცეოდა სავით რა, ესე წარმოდგენა მქონდა. არ ვიცი რამდენად ობიექტური და ჭეშმარიტი სიმართლე არის და რეალობა ეს არის რომ, მაგრამ მგონია რომ აი იმის გამო რომ ეს კითხვა აღმოჩნდა იმ პრესსამსახურში, ის სტუმარი ჩვენთან აღარ მოვიდა. ესეთი რაღაცა ჩემ შემთხვევაში არასდროს არ ყოფილა. თემებს კი, თემები შეთანხმებადი არის, მაგრამ კონკრეტულად კითხვა რომ შევათანხმო, ეგ მეუღებელია ყოველთვის. დამოკიდებულება სტუმრის მიმართ, აი მაგალითად რესპონდენტი პირობითად X ამის მიმართ იყავი კრიტიკული, რესპონდენტი პირობითად Y, შეუქმენი კომფორტული პირობები რომ მან ისაუბროს. აი ეს დამოკიდებულება არჩევანის სახით არის, კითხვები არა, მაგრამ დამოკიდებულება. ჩემი მხრიდან კონკრეტულად აი შენი დაკვირვებით ჟურნალისტების არის რასაკვირველია, არის ეს ჩვეულებრივი რაღაცა არის, რომ ეხლაც რომ დავაკვირდეთ, მაგალითად ნებისმიერ მედია საშუალებას ხო, პირდაპირ დავინახავთ მაგას, რომ არიან მიღებული რესპონდენტები, რომელსაც ჟურნალისტები უქმნიან კომფორტულ გარემოს და ალაპარაკებენ და კითხვებიც არის დამხმარე კითხვა რომ დავარქვათ, რომ ის კი არა რომ დახურული კითხვა როგორ არის, რა არის, ან მე რომ ტექნიკურად მინდოდეს რომ რესპონდენტი დავკითხო ესე ვთქვათ. არამედ არის დამხმარე კითხვები, რომ აი თემა განავრცობინონ. პირიქით მიეშველონ რაღაცა კითხვით. არის კი რომ კრიტიკულად ხარ, მაგრამ ამ კრიტიკულ კითხვებშიც სამწუხაროდ აი ეს ჟურნალისტური პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს და ეს კითხვები არის უფრო ჭარბობს ემოციური, ჭარბობს შეფასებითი რაც უშუალოდ მე რესპონდენტსაც თუ მან იცის და ყავს მაგალითად პრესსამსახური, ყავს გუნდი რომელიც ამ ყველაფერს ამონიტორინგებს, მას ეხმარება და ამზადებს ისეთი კუთხით, რომ ის უკვე ამ კითხვებს დაუსხლდება და პირიქით შეტევაზე გადმოდის და უკვე ჟურნალისტური საქმე ფუჭდება. უკვე ის მაყურებლის უფლებები ილახება, მე მგონი რა ინტერესი მაყურებლის ამ შემთხვევაში ნაკლებად არის რაღაცა პოლემიკას და ქიშბობას უსმინოს, ვიდრე კონკრეტულად საქმიან კითხვას რა, ორიენტირებულად მშრალ საქმიან კითხვას და მივცეთ საშუალება რესპონდენტს რომ მან გამოხატოს საკუთარი პოზიცია და ისევ კითხვით ჩვენ იგი გამოვიყვანოთ სუფთა წყალზე რა, რომ ადვილი დასანახი იყოს მაყურებლისთვის ეს ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ ცრუობს. ასევე კარგი საშუალება არის ხანდახან მაგალითად მე მქონია პირად გამოცდილებაში რომ უთხოვიათ ჩემთვის რომ აცადე რა საუბარი მაგალითად ახლა რესპონდენტი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელი როდესაც ყოლია ისე მიყავთ საუბარი რომ გინდა არ გინდა ჩდება ესეთი კრიტიკული კითხვა და დამაზუსტებლად ხშირად მიწევდა რომ შემეწყვეტინებინა. რაზეც იქით ამ მხრიდან ალბათ იყო ნეგატიური გამოხმაურება და თხოვნა იყო ესეთი რომ აცადე საუბარი. ამ საუბარში გავითვალისწინე ეს, მაგრამ აღმოჩნდა მეორე რაღაცა. აცადე საუბარი ყურში გესმის პროდიუსერიდან? ხო, არა მარტო ყურში, ისე რა ზოგადად რა, მე უკვე ეთერის მიღმა რომ აი აცადე რა საუბარი. ხო, აცადე საუბარი. მაგრამ გამოიკვეთა ძალიან კარგი ტენდენცია. გამოიკვეთა ის ტენდენცია, რომ ხალხი საუბრობს, პოლიტიკოსები საუბრობენ, მოლაპარაკე თავები ოღონდაც რა, პოლიტიკოსიც ცოტა ისეთი შეიძლება გადაჭარბებული ის იყოს, რახან მუშაობს, მაგიტომ რახან იქ არის პოლიტიკოსიც შეიძლება რთულად დავარქვათ. ის საუბრობს კონკრეტული წინასწარ შედგენილი ეგრეთ წოდებული message box-ით. წინასწარ სადაც განსაზღვრული არის, მე ეს ადამიანები თქვა სხვადასხვა სახით, სხვადასხვა არტიკულაციით ამ ყველაფერს გადმოგცემენ. რო აცდი მათ საუბარს. მე აღარ აქვს ალაპარაკო.
მე უწევთ თხოვნა რომ ბიჭო კითხვა დაუსვი და რატო აი მე მას ვაცდი საუბარს და აქ ჩანს რამდენად ღრმად არის იგი ამ საკითხში გათვითცნობიერებული რამდენად აქვს მას წარმოდგენა ანუ ხანდახან კითხვაც საკმარისი არის სწორი კითხვა აუცილებელია და ხანდახან უბრალოდ უნდა აცადონ ლაპარაკი და იქ გამოიკვეთება რეალურად ეს ადამიანი ახლა სადღაც წაკითხულს მელაპარაკება მე თუ ეს მის გონებაში გააზრებულად ჩამოყალიბებული პოზიცია არის წმინდა პოლიტიკური რომელსაც არ აქვს რაღაცა манипуляციური მიზანი ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს თუ აი ელემენტარული პოლიტექნოლოგიები თუ ელემენტარული ფსიქოლოგიური მომენტები ადამიანისთვის ნაცნობი არის იგი მარტივად გაშიფრავს манипуляციასაც წინასწარ განსაზღვრულ მესიჯბოქსაც თან უბრალოდ ჩემთვის ახლა მე მთელი დღე რომ მაგალითად ინფორმაციულ ველს ვაკვირდები ვიცი 12 საათზე რა განცხადებები გაკეთდა ვიცი 3 საათზე რა განცხადებები გაკეთდა ვიცი გუშინ რა გაკეთდა ვიცი იმარხებზე რა გაკეთდა ეს ძალიან თვალნათლივ ჩანს რომ ეს ადამიანები გარკვეულ თამაშს თავაზობენ და არა რაღაცა ინდივიდუალურ საკუთარ პოზიციებს და მოსაზრებებს. ვასილ, ძალიან რთული გაზაფხული ქონდა შარშან. ხო? აი ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონი და კიდევ უფრო რთული არა უბრალოდ კანონი, არამედ ის საზოგადოების დარბევა, საშინელი ასე თქვა ძალადობის ფაქტები. ეხლა ამ ძალადობის ფაქტებზე კომენტარი ან ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტური ასე თქვა გაშუქების პროცესი თუ კი არის დაუშვათ ერთგვარი მედია ადმინისტრაციიდან დამოკიდებულება რომ როგორღაც აი ეს კონკრეტული ფაქტი რომლის ინტერპრეტაცია სხვაგვარად შეუძლებელია როგორიც არის ძალადობა რაღაცნაირად მას ან სხვა კონტექსტი მივცეთ, ან სხვა ინფორმაციით დავფაროთ, როგორ ხდება, რა მეთოდებს მიმართავს დაუშვათ ხელისუფლებაზე ორიენტირებული მედია, რომ ფაქტი რომლის ბრჭყალებში გაправება შეუძლებელია, მაინც საზოგადოებას რაღაცნაირად ან შეურბილოს კონკრეტულად ეს ინტერპრეტაცია. არ გავაკეთოთ ჟურნალისტური საქმე. და წავყვეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს. კომენტარი შეფასება მაგალითად როგორ აფასებს უმრავლესობა და შემდეგ უკვე გამოხმაურება ოპოზიციის ან როგორ აფასებს ოპოზიცია და შეფასება შემდეგ უკვე უმრავლესობის ჩვენ თუ არ გავაკეთებთ საქმეს ეს უკვე გაკეთებული არის იმ მიმართულებით ხო საქმე მე როდესაც ამ კონკრეტულ მოვლენას ვაფასებ მე მარტო პოლიტიკოსი არ მჭირდება ხო აქ ძალიან ბევრი ისეთი საკითხი გამოდის რომელზეც ჟურნალისტი ვალდებულია რომ რეაგირება მისცეს ხო ეს იქნება სამართლის ექსპერტები როდესაც ჩვენ კანონზე ვსაუბრობთ როდესაც ძალადობაზე გვაქვს საქმე ეს არის აუცილებლად სამედიცინო მიმართულების კომენტარები და რესპონდენტი რომელიც მე კონკრეტულად აი დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ფაქტობრივი გარემოებები მოიცავს ამას და მოითხოვს რომ მე მაყურებელს მივაწოდო ეს ინფორმაცია. მე აუცილებლად ფსიქოლოგის კომენტარიც შეიძლება რომ გამოვიყენო იმისთვის რომ მე დაზარალებულის მომდევნო პრობლემები აუხსნა მაყურებელს რა პრობლემა შეიძლება მას ყველაფერს მოყვეს და ზოგადი ვითარება მე შეიძლება არა პოლიტიკურ აქტორებს შევაფასებინო, არამედ საზოგადოება როგორ ფიქრობს ამ ყველაფერს. მე ჟურნალისტური პროდუქცია იგივე სიუჟეტი არა პოლიტიკოსი შემიძლია დავიწყო ვის მიმართაც არის კონკრეტული აგრესია, კონკრეტული საკითხი, რომ კითხვები არსებობს, რომ რატო იყო ეს ესე, რატო არა, რატო ეს. არამედ კონკრეტული მიმართულების აკადემიური წრეებიდან მოვიტანო მაგალითად ინტერვიუები. ერთი არის რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ რამდენად სიღრმისეულად და მეორე არის რას არ ვაკეთებთ. როდესაც გადაწყვეტილების მიღება ხდება ვერტიკალურად, აი სწორედ პრობლემები ექნება აი ამ საკითხებს, რომ რა არის გასაკეთებელი და არ კეთდება. უბრალოდ იმიტომ, რომ მაგალითად ვიღაცა, ვინც განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას, მიიჩნევს, რომ ეს ესე კი არ არის გასაკეთებელი, არამედ ესე არა გასაკეთებელი. შემოვიდეთ სადღაც, ბოდიში, აი თემების კონკრეტული მონახაზი სადღაც იქნება და ეს ხაზი მერე უკვე ადვილად შეიძლება გავლენით, როდესაც ვერტიკალი გაქვს ესეთი გატარდეს. შემოვიდეთ დღის წესრიგში. კონკრეტული ძალადობის ფაქტის შემდეგ რაღაცა ესეთი ალტერნატიული სტრატეგია მედიის მუშაობის. ხო? რაღაცნაირად ჩირქი მოწმინდონ აი რაღაცა ძალიან მძიმე დღეს. როგორი არის აი შიდა სამზარულოში, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ ეკრანს მიღმა, ჟურნალისტების განცდები, ჟურნალისტების დამოკიდებულება აი ამ
აი საქმის მიმართ, რომელიც ერთგვარად ეშმაკის ადვოკატად ევლინები ხო რაღაცნაირად თითქოს ამ ხელისუფლებას. ვიდრე კომპრომისზე წახვალ და შეეგუები, რომ რაღაცეები აი ესე არის, თავდაპირველად ამ ყველაფერს მოყვება პროტესტი, ეს პროტესტი გადაიზრდება კამათში, ხშირად ჩხუბში კიდევაც, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ისევ ნერვების ფასად გიჯდება, საქმე არ გამოდის, ერთხელ არ გამოვიდა, ორჯერ არ გამოვიდა, სამჯერ არ გამოვიდა, შენც უკვე კომპრომისზე წახვედ და ბოლოს აღარ შედიხარ რა. აი კომპრომისებზე რო ვახსენე, მე უკვე რაღაცნაირად გიუფასურდება ეჩვევი ამ ყველაფერს. სამწუხაროდ ეჩვევი და კი შეიძლება ვერბალურად ეს ყველაფერი გამოხატო, უკმაყოფილებას დააფიქსირო, მაგრამ დააკლო ძალისხმევა, რომელიც კონკრეტულ მოქმედებაში გადაიზრდება და კონკრეტულ პროდუქტს შექმნის. რთული პროცესი არის. შიგნით მაგალითად ნიუსრუმში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეს ნერვების ფასად უჯდებოდა. თუმცა შემდეგ სამწუხარო რეალობა არის, რომ აი კი ეგუები და ეს ქმნის არაჯანსაღ გარემოს შემდეგ. შემდეგ კიდე რაღაცა პერიოდში, აი როდესაც უკვე მწვავდება ეს ყველაფერი, შენი რეაქციაც მწვავდება. შემდეგ ისევ დრო გავა, ისევ და ეს თემები გადაიფარება, პოლიტიკური დღის წესრიგი გთავაზობს იმას, რომ მე შემდეგ უკვე ვერტიკალური გადაწყვეტილებაც ამ ყველაფერს მიყვება, პოლიტიკური დღის წესრიგს რომ შენ უნდა გაყვე, გადაიფარება, გავიწყდება და სამწუხაროა, ყველაზე მეტად სამწუხარო არის, რომ ჩემი შეფასებით ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს და აი ეს ბრაზი, ლეგიტიმური ბრაზი არ მიყვება დიდხანს. ჭარბობს, ბევრი პრობლემა ჭარბობს, როგორც ჟურნალისტ, როგორც რიგით მოქალაქეს, ისევე ჟურნალისტსაც ყოფილი პრობლემებიც აქვს, ყოველდღიურობა არის და ისაც არის, რომ რა ვიცი, რა თვითონ თემდე ოჯახი ყავს მისაყვანი და ეს უკვე შენ გადაწყვეტილებებზე მოქმედებს. რა მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელში? აი რა მოხდა, ნახევარსიმართლე მოხდა. ისევ აი ის რომ ის რაც იყო გასაკეთებელი არ გაკეთდა. რაც მე მიმაჩნდა და სწორად რაც ობიექტურად დაურწმუნდი ამდენი ხნის განმავლობაში რომ ეს გასაკეთებელი იყო და აი ერთი შემთხვევა, მეორე შემთხვევა და აი უკვე ვეღარ. ხო არსებობს რაღაცას გადაწყვეტილებას როდესაც იღებ წონი. სასწორის ერთ პინაზე რას იკეთია, სასწორის მეორე პინაზე რა დევს და რა იყო კონკრეტული მოთხოვნა, რას ითხოვდნენ რომ გაეკეთებინა და შენგან არაფერს არ ითხოვდნენ რომ მე რაღაცა კონკრეტულად უნდა გამეკეთებინა, მე უბრალოდ ის რაც გაკეთდა, ის რაც ეთერში არ გავიდა, ის რაც გავიდა და როგორც გავიდა, აი ამაზე გამიჩნდა სერიოზული პროტესტი. და აი ამ ყველაფერმა უკვე ისეთი ფორმა მიიღო, რომ შეუძლებელი იყო. და მე გადავწყვიტე, რომ ძალიან სწრაფად ოღონდაც მე ამაზე დიდი ხანი არ მიფიქრია. მივხვდი რომ ეს ესე აღარ შეიძლებოდა რა, ამას უბრალოდ შიგნით რაღაცა ერთი ლაპარაკით ან ორი ლაპარაკით არ ეშველებოდა. თან მით უმეტეს ჩვენ ეს არ იყო ხო უბრალოდ მე შეფასდა ესე რომ მოწმენდილცანზე მეხის გავარდნას გავდავდა საზოგადოებრივი მაუწყებელი შარშან ზაფხულიდან თითქმის მოამბის გარდა არაფერი ეთერში არ ქონდა. მარტო მექანიკა გადის, მექანიკა მაყურებელმა რომ მიცოდეს, ეს არის ფილმები, სერიალები და რაღაცა ჩანაწერი გადაცემები, ხო? არაფერი სხვა. ანუ ეს არის საარჩევნო პერიოდი, არჩევნების პერიოდი, არჩევნების შემდგომი პერიოდი. მაშინ, როდესაც აი ეს პროცესები გვაქვს, მაშინ, როდესაც პოლიტიკოსი გამოდის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქვია, ამბობს რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხს და პარლამენტის თავმჯდომარის მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელში, როდესაც იგი სტუმრად იყო მოსული, დაუსვეს კითხვა რომ რატომ ახლა? რას ნიშნავს რატომ ახლა? იქ იყო კონკრეტული პრობლემები, რომელზეც სისტემური რეაგირება საზოგადოებრივ მაუწყებელს შიგნით არ მოუხდენია. არა და რეალურად ერთი არის რომ კარგი შეცდომა მომივიდა, მაგრამ მე ხომ დავიყო ორიენტირებული რომ ეს შეცდომა გამოვასწორო და ეს ესე არ იყოს, მე ხომ დავიყო ორიენტირებული რომ ობიექტური სიმართლე მივაწოდო მაყურებელს. სამწუხაროდ აი ეს არ მოხდა და ეს ყველაფერი უკვე საბოლოოდ ერთიანობაში შეიკრა ჩემთვის იმ გავლენაზე ხმამაღალი განაცხადის გაკეთების აუცილებლობა თვალნათელი იყო რა ეს გავლენა ეხლაც ესე ვიტყვი რა რომ არსებობს. ბორდის წევრებში იყო განსხვავებული აზრები, ანუ იქაც იყო გარკვეული ერთგვარი წინააღმდეგობები და დისკუსიები თუ როგორ თუ არსებითად
აი ამ მართლობის გადაწყვეტილების მიღების ჯგუფში არსებითად ერთი პოზიცია იყო ხელისუფლების სასარგებლო პოზიციის ჩამოყალიბება. ბორცს რომ დავაკვირდეთ, იქ არის 3 წევრი, რომელიც არის განსხვავებულ პოზიციაზე. თუმცა ბორდი არის კოლეგიალური ორგანო და უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებებს. ინტერნეტ პლატფორმა YouTube-ზე არის სამეურვეო საბჭოს ხდომები, მანამდე მიმდინარე ხდომებიც. რომ გადავახვიოთ და ვნახოთ ძალიან კარგად გამოიკვეთება როგორ მუშაობს ბორდი. წესით 8 ადამიანს უნდა კონდეს რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობა მაინც რაღაცა ერთ აზრზე როგორ შეიძლება რომ იყოს მაგალითად უმრავლესობა ყოველთვის. ისე რომ ერთმანეთში რაღაცა პატარა კრიტიკაც არ ქონდეთ ან რაღაცა განსხვავებები. არა, მუდმივად საკითხი რომელიც არის მისაღები თითქმის ყოველგვარი განხილვის გარეშე როგორც კი დგება პროცედურულად კეჭისყრაზე 8 ხმა უეჭველი აქვს. უეჭველი. არის კი, რასაც ის 3 ადამიანიც ეთანხმება, როდესაც რაღაც კონკრეტულ საკითხებს ეხება, მაგრამ როდესაც კრიტიკული არის და ის 3 ადამიანი არ ეთანხმება და კონკრეტულად არ ეთანხმება, 8 ადამიანის თანხმობა ყოველთვის არსებობს. ამ 8 ადამიანის ერთგვარი კოორდინატორი თუ ლიდერი გახლავთ ბატონი ვასილ მაღლაფერიძე? კი ბატონო. ადვილი სანახავი არის მაგ. ვასილ მაღლაფერიძე არის, კი ბატონო, ვასილ მაღლაფერიძე არის ამ 8 ადამიანთან ამ თემების შემთანხმებელი და სავარო ეს ხდება არასამუშაო უფრო რასაც ჩვენ ვერ ხედავთ აი ხდება. შინაგანი წესი დარიგით თეორიულად როგორ უნდა მუშაობდეს ბორდი და როგორი არის რეალობა? ნახეთ, ბორდი უნდა იყოს მაკონტროლებელი. ბორდი უნდა იყოს მაკონტროლებელი. ახლა გვაქვს რეალობა როგორი. ვასილ მაღლაფერიძე მოვიდა 2017-ში. ეს არის პერიოდი, როდესაც GDS დაიხურა. GDS კადრები გადმოდიან უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრელები და გადაწყვეტილების მიღებები უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს კადრები არიან. საზოგადოებრივ მაუწყებელში ასევე ამ პერიოდში მოდის ის ხალხი და ცოტა მანამდე პერიოდშიც, რომლებიც შემდეგ უკვე გადადიან ტელეკომპანია იმეჯში და ახლა ტელეკომპანია იმეჯში არიან სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრელები და გადაწყვეტილების მიღებები. ვასილ მაღლაფერიძე ამის შემდეგ 20 წელს წავიდა ტელევიზიიდან თუ არ ვცდები და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა და ამის შემდეგ უკვე პარტიიდან როდესაც წამოვიდა ჯანმრთელობის პრობლემების არგუმენტით იგი აირჩიეს სამეურვეო საბჭოს წევრად და თავმჯდომარედ. წარმოიდგინეთ რომ მისი დაკომპლექტებული გუნდი რჩება ტელევიზიაში, თავმჯდომარეობის პერიოდში მისი მოადგილე ხდება თავმჯდომარე და შემდეგ ახლა ის არის მან უნდა გააკონტროლოს აი მთელი ეს გუნდი. ის გუნდი, რომელთანაც იგი შეთანხმებულად მუშაობს. თან ეხლა უყურეთ, გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორი და ეხლა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახლა განახორციელა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი 130 მილიონი ლარი გვიჭდება ახალი შენობის აშენება და ტექნიკური აღჭურვა. წარმოიდგინეთ რომ 1%-ს თუ აღემატება შესაძლებელი საკითხი, ამაზე მწვანე შუქი უნდა აანთოს აუცილებლად სამეურვეო საბჭომ. ანუ ამ პროექტის განხორციელებისას სამეურვეო საბჭოს შეეძლო გენერალური დირექტორისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა. ელემენტარულად ხო სამეურვეო საბჭოს შეუძლია გენერალურ დირექტორს უნდობლობა გამოუცხადოს. მაგრამ ყველაფერი მიდის შეთანხმებულად, ყველაფერი მიდის ძალიან ისე რა ქვია, დაალაგებულად და ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი გარემოება ასევე ის, რომ ჩვენი ახალი შენობის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა პრობლემური იყო, ვერ იგდებოდნენ, ვერ არკვევდნენ იქით-აქეთ, მაგრამ აი ვასილ მაღლაფერიძე გენერალური დირექტორი თინა თინბერძენიშვილი და კიდე მე მგონი რამდენიმე დირექტორთა საბჭოს წევრი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს გაითვალისწინეს აუხსნეს ეს სიტუაცია, გაითვალისწინეს მისი რჩევები და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ აი ეს 130 მილიონიანი პროექტი ხორციელდება. დახორციელებს მას მენეჯმენტი ვასილ მაღლაფერიძის მხარდაჭერით. ხდება ახლა როგორ ხდება, რატომ ხდება? ბევრი კითხვა არსებობს რა, ბევრ საკითხზე შეიძლება ყოფილიყო ხანგრძლივი განხილვა, თუმცა არა ეს განხილვები არ ყოფილა ისეთი. რატომ აირჩია ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ აი ამ დისკუსიაში, თუ აი ამ დებატებში ალბათ ეს უფრო სწორი სიტყვა არის, თითქოს რაღაცა კერძო სუბიექტური ფაქტორის შემოტანა და არა არგუმენტით დაუშვათ რაღაცა. და რა ეს სუბიექტური ფაქტორი საკმაოდ სუსტიც კი იყოს. რატომ არ გამოუვიდა? თორე კი, რომ ყოველთვის აი იგივე სამეურვეო საბჭოს ხდომებს, რომ
შევხედოთ, როდესაც არის ობიექტურად რაღაცა მწვავე საკითხის განხილვა, იგი ყოველთვის აი ამ სუბიექტური საკითხის დახმარებით იწყებს ობსტრუქციას, მას მხარს უბავენ და უბრალოდ მე ოპონენტსაც უნდა ეყოს ძალა რომ გაყვეს, არ გადაუხვიოს. ეს არის მისი ტაქტიკა, სტრატეგია. ყოველთვის იცის, რომ ანუ თუ რაღაცა პრობლემური საკითხი არის, აუცილებლად გაღმა შეიდავე, გამოგმა შეგრჩება პრინციპით მოქმედებს. ამ სუბიექტური იმითი მე კიდე გამოსდის რა. გასდის და მე გამოვიდა. ჩვენ შემთხვევაში არა. ჩვენ შემთხვევაში არა, იმიტომ რომ კონკრეტული ობიექტური პრობლემები არსებობს. და იმას ვერცად ვერ გაიქცევი და შემდეგ უკვე შემოვიდა ისეთი საკითხებიც კი რომ მაგალითად ჩვენ დაგვაბრალეს ახლა არ ვიცი ჯერჯერობით რადიკალად არ შეურაცხევარ არავის, მაგრამ ჩვენ და მე და ის ჯგუფი რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული პრობლემების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს დაგვაბრალეს რომ ჩვენ შეიძლება ვართ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი რომელსაც გამიზნული აქვს ტელევიზიის ხელში ჩაგდება და შემდეგ ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წარმართვა. მაშინ როდესაც მოთხოვნა იყო ელემენტარულად ის რომ ამდენი ხანია ეთერი არ გვაქვს დახშული არის და მარტო მოამბე გვაქვს ეთერში გახსენით ეთერი დაუთმეთ ეთერი საზოგადოებას ხალხი ალაპარაკეთ. ერთი მოთხოვნა იყო. ის კი არა რომ სხვას ჰქონდა მოთხოვნა რომ გადადგეს მაღლაფერიძე გადადგეს თინათინ ბერძენიშვილი, მაგრამ ჩვენ მაუწყებლის თანამშრომლებს არასდროს ესეთი მოთხოვნა არ გქონია და არც ახლა გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ უცვლელად რომ ეთერი გაიხსნას. იმისთვის რომ ამ პოლიტიკური თავების ნაცვლად საზოგადოებაც გამოჩნდეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ და მრავალათასიანი აქციიდან საზოგადოების წარმომადგენელი არ ყოლია ეთერში, იყო ესეთი შემთხვევები, რომ ელემენტარულად ადამიანისთვის გვეკითხა რომ რატო ხარ რუსთაველის გამზირზე? აგერ უკვე 100 დღე რატო დგახარ რუსთაველის გამზირზე, რა საპროტესტებ, რა არის შენი პროტესტის მიზეზი, ხო, რა წუხილი რაზე გაქვს? რაზე წუხარ? ესეთი რაღაცა არ ქონია რა და რეალურად ახლა ჟურნალისტური პრინციპი არის, ხო, ანუ ჩემი მთავარი საზრუნავი და მთავარი ვისაც მე ინფორმაცია უნდა მევაწოდო, ეს არის ადამიანი. მე თუ არ ამოვედი ადამიანიდან, აზრი არა აქვს იმას, ახლა პოლიტიკოსი რას ფიქრობს. ჩემთვის თავი არის, რომ პოლიტიკოსი რასაც აკეთებს, ის ადამიანზე როგორ გავლენას იქონიებს. იმას ეს გამოადგება თუ არ გამოადგება. და მე როდესაც ახლა კონკრეტულად ვიცი ან დავალებას ვასრულებ თუ პირიქით ჩემი ინიციატივით ვცდილობ რომ პოლიტიკოს კოჭი გაუგორო იმისთვის რომ მე რაღაცა დამიფასდეს, ნუ ეს ყველაფერი უკვე საქმეს აბუჭებს. და მე როგორი გადაწყვეტილება მიიღეს ახლა შენ აღარ მუშაობ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოო მიღებული არ არის, მე ეთერიდან მომხსნეს პროდიუსერების ერთიანი პოზიციის გამო, 5 პროდიუსერი არის, რომელმაც ჩემი განცხადების შემდეგ რომ აუწყებელზე გავლენები არის და ეს გავლენები მომდინარეობს ვასილ მაღლაფერიძიდან, განაცხადა რომ ჩემთან მუშაობა აღარ შეუძლიათ, თუმცა აქამდე მე არავისთან არასდროს პრობლემა არ მქონია საქმის კეთების მიმართულებით. და მიმდინარეობს შიდა მოკვლევა, რომელიც გახანგრძლივდა 21 მარტამდე. რატო გახანგრძლივდა, რა უნდა გამოიკვლიონ ერთი მეხუმრება, რომ საკვლევი გიკვლევსო შენო და ეს როგორ არისო საერთოდ ზოგადად რამდენად ობიექტური არისო და არ ვიცი ველოდები პროცესებს. თუმცა თავიდანვე როდესაც რაღაც ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტე, ვიცოდი რომ ეს პრობლემა იარსებებდა. ჯერჯერობით შენ ორგანიზაციის თანამშრომელი ხარ? ჯერჯერობით მე ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, აღარ მიმყავს მოღამბე, თუმცა ასევე ვითხოვე რომ ანუ გაერკვიათ ჩემთვის რომ კარგი მოამბე არ მიმყავს, მაგრამ რა გავაკეთო? არის რამე რაც შეიძლება რომ გავაკეთო. მაგაზეც კონკრეტული პასუხი არ მიმიღია. ანუ მე ვირიცხები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლად, მაგრამ სახელმწიფო ანაზღაურების ვალდებულები ვერი. ჩვეულებრივად ხელფას ვიღებ, მაგრამ უსაქმურათოდ საქმეს არ მაკეთებინებენ. გასაგები. და როგორ იყო დამოკიდებულება კოლეგების? აი ამ კონკრეტული ფაქტის და საკმაოდ გახმაურებული. ძველი პირველარხელები ვინც არიან, უმრავლესობა 99% იზიარებს ჩემს პოზიციას და მხარდაჭერას მიცხადებს. ზოგადად ისე დამოკიდებულება აისახა იმაში, რომ ვიღაცები გამარჯვებას აღარ მეუბნებიან. ცოტა ისეთი ეს რატო შიშის გამო რომ შენ არ იყო ასოცირებული აი ამ ისიც არ იყო ასოცირებული ამ ჯგუფთან თუ უბრალოდ ვითომ და აი დამოკიდებულება გაფუჭდა რა და მე ისეთი რაღაცა გავაკეთე მოკლედ მიიჩნევენ რომ მე უღრისად მოვიქეცი. ანუ დამოკიდებულება ესეთი რომ
ოჯახში არსებული კონფლიქტი გარეთ რატო გაიტანა რაღაც ამდაგვარი. დაახლოებით კი. ამ დროს ეს ორგანიზაცია არის ის გარეთ. მოდით ესე ვთქვათ რა, ჩვენ რომ რაღაცა ფირმა ჩამოვაყალიბოთ და ერთად ვიმუშაოთ, ეგ სხვა არის. ეხლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე როდესაც ვსაუბრობთ, ოდიში, მაგრამ ეს სხვა ინსტიტუცია არის. დიახ, სუსტად ეს არის მისი ფუნქცია. ასევე მე მოკვლევა დაწყებული არის მათ შორის მედავებიან კონტრაქტის, შეიძლება შემომედავონ უბრალოდ ეხლა იკვლევენ რომ რამდენად დავარღვიე მე კონტრაქტისა და შიდა განაწესის ის მუხლი, რომელიც უშუალო ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე მიგრძალავს ვინმესთან, ანუ სხვა მედია საშუალებებთან იმის შესახებ საუბარს, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება დამსაქმებელს. ეს არის ანუ მოკვლევის ახსნა განმარტება მომთხოვეს ამაზე. მათ შორის ახლა ბოლოს გავრცელდა წერილი მიწერა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციას, რომელიც მე გამომესარჩლა და ალერტი გაავრცელა ევროსაბჭოში ჩემს საკითხთან დაკავშირებით და მათი პოზიციაც არის, რომ ეს შეუძლებელია ჩემი განცხადება ჩაითვალოს კონტრაქტის დარღვევად ან შიდა განაწესის დარღვევად, როდესაც საქმე ეხება აი ესეთ მნიშვნელოვან საკითხს. ეს არ არის მე არ გამომიტანე რაიმე კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეიძლება კონკურენციისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო შიდა პროექტთან დაკავშირებით, მე არ მილაპარაკია ხო ან ხელფასებთან დაკავშირებით, ან რაღაცა შიდა ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მართლა შეიძლება დამაზიანებელი იყოს, ხო? მე კონკრეტულად მადანაშაულებენ ახლა რომ ზიანი მივაყენე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მე პირიქით ჩემი ხმა რწმენით და შინაგანი რწმენით დარწმუნებული ვარ რომ მე პირიქით საზოგადოებრივ მაუწყებლის დაცვა ვცადე. აი საზოგადოებრივ მაუწყებლის შიდა სამზარეულოში ცხადია გარკვეული ხარ, მაგრამ ამავე დროს ერთგვარი ჟურნალისტური შიდა სამზარეულო როგორი არის შენი ან ცოდნით დამოკიდებულება და ერთგვარი გარემო იმედის ტელევიზიაში. იქ როგორ არსებობს თუ არა ერთგვარი რეზისტენტულობა, ერთგვარი წინააღმდეგობა და იქ როგორი არის შენი აზრით ან შენი ინფორმაციით თუ გაქვს ესეთი ინფორმაცია, აი სარედაქციო პოლიტიკა. ვიცი რომ არიან ადამიანები, ამდენიმე წამოვიდა კიდევაც ხო იმედიდან. იმიტომ რომ უკვე მათთვისაც წითელი ხაზი იყო და ვეღარ გაძლეს. ვიცი რომ ტექნიკურ ჯგუფებში ბევრთან არის ეს მიღებულობა. ტექნიკურ სტაფში. თუმცა იგივე საკითხი მეორე საკითხი არის რომ მათ ახლა სამსახური ყველა ადამიანს სჭირდება და მე მესმის გარკვეულწილად მათი და ყველას ვერ მოთხოვ რომ ესეთი ნაბიჯი გადადგას. მეორე არის რომ ყველასგან ვერ მოითხოვ რომ ესეთ მკვეთრ დონეზე აღიქვას ის რეალობა რომელშიც არის ხო? ვიღაცა შეუძლია და აღიქვავს ამ ყველაფერს, ვიღაცა უბრალოდ სხვა რაღაცა სხვა ინტერესთა სფეროები აქვს და ესე არ უღრმავდება საკითხებს. არსებობს ჟურნალისტური მიმართულებით ხო ერთი არის რომ მორალურ-ეთიკური სტანდარტი აუცილებლად უნდა ვახსენოთ რა მიმართულებითაც ასევე პრობლემები გვაქვს. კი, მესმის რომ კერძო ტელეკომპანიაში შეიძლება სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებული კონდეს, იმიტომ რომ შენ ესე გწამს და გინდა რომ ესე აკეთო, მაგრამ მეორე არის რომ რამდენად ეთიკურად აკეთებ ამას. მაგალითად, როდესაც სამშობლოს ღალატის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე რეპორტაჟს აკეთებ, ამორალური და არაეთიკური არის მხოლოდ და მხოლოდ აქციის რუსთაველზე მიმდინარე აქციის კადრებით გადაფარო ეს სიუჟეტი. ანუ სიუჟეტი აწყობილი იყოს მე როდესაც ვლაპარაკობ რომ საკანონმდებლო ორგანო განიხილავს სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებას სისხლის სამართლის კოდექსში და ამავდროულად ვაჩვენებ მე რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ეს მაყურებელზე როგორ აღიქვება, ხო? ეს არის манипуляცია. ანუ მაყურებელი რომელიც უყურებს და იღებს ინფორმაციას სამშობლოს ღალატის შესახებ და ამ დროს კადრად ხედავს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, ორჯერ სამჯერ ესეთ სიუჟეტს ნახავს და მესამეჯერ უკვე სადღაც როდესაც სამშობლოს ღალატს მოისმენს, ხო? ეგრევე ასოციაციურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი გაახსენდება. ან რამდენი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს მოკრავს თვალს, ასოციაციურად გაახსენდება სამშობლოს ღალატი. ეს არის მიუღებელი ჩემთვის რა, ეს არაეთიკური არის, ეს არამორალური არის. ეს შეიძლება ითქვას რომ არაადამიანურიც არის რა, იმიტომ რომ ეს არის ისეთი манипуляცია, რომელიც აი ჩვენი ქვეყნისთვის არის მტრული დამოკიდებულება, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოების გაერთიანებაზე საერთო მნიშვნელამდე რაღაცა დაპირისპირების თავიდან აცილებაზე ვზრუნავდეთ და პირიქით შეთანხმებაზე
ორიენტირებულები ვიყოთ, რომ ყველა საერთო გვაქვს და ეს არ არის ისეთი საკითხი, პოლიტიკური რაღაცა საკითხი არ შეიძლება რომ მტრობაში გადაიზარდოს, აქ წმინდა წყლის მტრობის ელემენტი შემოგაქვს, ხო? სამშობლოს მოღალატე, უსამშობლო, ანუ პოლიტიკოსები ერთის მხრივ, გავიმეორებ კიდევ რომ აი საქართველოს სიტყვას ფასი ეკარგება მეთქი ყველაზე ცუდია ეს არის რა. ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში პოლიტიკოსებს ეკისრებათ და მეორე ჟურნალისტებს, ჩვენ მედიას, რომელიც ვაძლევთ პოლიტიკოსებს საშუალებას, რომ აი ესეთი ტერმინები გამოიყენონ და ამის შესახებ ანუ დამატებით დისკუსიას არ თავაზობთ ჩვენ საზოგადოებას, რომ რისი მომტანი იქნება საბოლოოდ ეს 25 კადრის ეფექტი აქვს, წვეთის ეფექტი აქვს და არაფერს კარგს ეს არ მოგვიტანს. აი იგივე აი ეს სამშობლოს ღალატი და ამ დროს რუსთაველის გამწირის ჩვენება. ეს არის მიუღებელი. ვასილ, აი კონტრასტში დაუშვათ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები. ანუ შენი აზრით იქ მედია პოლიტიკა რამდენად არის ასევე გაფილტრული და შეიძლება კოორდინირებული და არის თუ არა უფრო უკეთესი ჟურნალისტური პირობები წმინდა სამუშაო თვალსაზრისით და არა დაუშვათ ფინანსური ასე ვთქვათ მექანიზმების თვალსაზრისით ოპოზიციურ მედიაში მუშაობა. შენ როგორ ფიქრობ? იქაც გარკვეული პრობლემები არის. იქაც ანუ მაინც შეზღუდული ხარ შენ რომ და გაატარო ის ნარატივი, რომელშიც აი თანხმები შენ დამსაქმებელს, ხო, ეს არის კერძო ტელეკომპანია, იქაც არის გარკვეული მიკერძოება და შენ უნდა აირჩიო, რამდენად გაწყობს ეს ყველაფერი. იქ ამ შემთხვევაში მორალური თვალსაზრისით შეიძლება თქვა, რომ შესაძლოა საკითხები აი ესე გამწვავდა, ხო, რომ უფრო მეტად თავი გაიმართლო, რო კი რა ხო ხედავ აქეთ ამ ხალეს რა ხდება. მეორეა თავის გამართლება არის, რომ როდესაც შენ გებძვიან ესეთი ხერხებით, შენც უკვე ხელფეხი გეხსნება რომ ასევე დაუპირისპირდა ესეთ ძალადობას. თუმცა საერთო სურათში რომ შეხედოთ, ხო, საერთო სურათში ზარალდება ისევ და ისევ მაყურებელი, ხო? ჩვენ აი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ამ ვითარებაში ერთიურად იზრდება, როდესაც ერთ მხარეს ყავს მკვეთრად პოლარიზებული ოპოზიციური მედია, კრიტიკული მედია, მეორე მხარეს ყავს მკვეთრად პოლარიზებული სახელისუფლებო მედია. ესეთ ვითარებაში ეს შესაძლებლობაც არის, ხო, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შუაში იყოს და აი ეს ახლა არის როგორ მაყურებელში არის წყურვილი ინფორმაციის წყურვილი ობიექტური ინფორმაციის წყურვილი და ეს არის შენთვის ისეთი შესაძლებლობა რომ აი წინ გაიჭრე და გახდე ქართული მედია ფლაგმანი ისეთი რომ ყველას ექნება სწორება შენზე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ეს არის შესაძლებლობა რომ 20 წლის განმავლობაში რომ აი ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ და ვერ ჩამოვაყალიბეთ ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი რომელიც გვჭირდება ესეც დისკუსიის თემა არის ხო როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვჭირდება და როგორი მედია გვჭირდება რომ შენ აი ამით ისარგებლო და წინ წახვიდე და გაიჭრა არა ესეც სამწუხაროდ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ამჟამად და მაყურებლისთვის იმისთვის რომ მან ელემენტარულად იგი არ გახდეს მსხვერპლი ან ერთი მხარის ან მეორე მხარის ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ეს ინსტიტუცია რომელშიც პატარა ფული არ იხარჯება ხო ქალაქებზე მეტი ბიუჯეტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოიდგინეთ და იღებს კი მაყურებელი იმას რაშიც ამ ხელა ფულს იხდის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის შეიძლება იყოს გამართლება რომ მე არასრულფასოვნად მაუწყებლობ იმიტომ რომ შენობიდან შენობაში გადავდივარ ახლა მე და თქვენ რომ სახლიდან სახლში ბინიდან ბინაში გადავდიოდეთ და კანონი დავარღვიოთ ვინმე გვაპატიებს ამას სასამართლოზე მიიღებენ ამ არგუმენტს რომ ბოდიში ახლა ხომ იცით რა რთული პროცესი არის გაგებით უნდა მოიკიდო ბორდის წევრები ამბობენ კანონის დარღვევას თურმე გასაგებია მეორე მხარესაც ანუ არ არის ესე რა რომ სადღაც ჟურნალისტების რომელიღაცა ერთი ნაწილი არის 100%-ით მართალი არა ჟურნალისტებმა მე მგონი დღეს ქვეყანაში პირველი უნდა საკუთარი თავის კრიტიკით დავიწყოთ თუ გვინდა რომ უფლება შევინარჩუნოთ ვიღაცას ობიექტურად რაღაცა მოუთხოვოთ ხო და ვიღაცის მიმართ კრიტიკულები ვიყოთ ჯერ მოდით საკუთარი თავი გავაკრიტიკოთ რა და ესაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც საქართველოში ჟურნალისტიკა დღეს პრობლემის წინაშე არის რომ არ არსებობს ობიექტური კრიტიკა იგივე ჟურნალისტის მიმართ რა მე ახლა ცუდს გავაკეთებ თუ კარგს გავაკეთებ თუ რაღაცა არც ნუ კაი შექებას თავი დავანებოთ როდესაც რაღაცა გაფუჭდება მოდით რა ვიღაცა ჯერ უნდა მიმღებლობა მქონდეს მე ყოველთვის მივიღებ კრიტიკას და პირიქით მადლობელი ვიქნები თუ ვიღაცა ობიექტურად გამაკრიტიკებს იმიტომ რომ ეს ჩემი თავისთვის იქნება უკეთესი და მე გავძლიერდები და ხვალ უკეთესი გავხდები ობიექტური კრიტიკა აუცილებელი არის სამწუხაროდ დღეს ქართული მედია ასეთი კრიტიკის გარეშე არის დარჩენილი მადლობა ვასილ მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ საინტერესო საუბარი ქონდა მე დარწმუნებული ვარ რომ მაყურებლებისთვის ბევრი
საინტერესო ფაქტი ვახსენეთ და განუმარტეთ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო ნათლად. იმედი მაქვს. მეგობრებო, ეს გახდათ გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი, ხოლო სტუმარი ვასილი ივანოვიჩი ქოვანი. მადლობა ირაკლი. წარმატებები. წარმატებები.